1957 წელს მოსკოვში მე-6 მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე ქართული ხალხური სიმღერა უნდა გაჟღერებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ქალაქგარეთ უამრავი ხალხური სიმღერის ანსამბლი იყო ჩამოყალიბებული, თბილისში ასეთი ანსამბლი არ არსებობდა. ამიტომ საჭირო გახდა დედაქალაქში შექმნილიყო ხალხური სიმღერის შემსრულებელი ანსამბლი, რომელიც საქართველოს მსოფლიო ფესტივალზე წარადგინდა. 1950-იან წლებში ქართული ხალხური სიმღერა ახალგაზრდებში ნაკლებად პოპულარული იყო. 50-იან წლების მიწურულს ქართულ პარტიულ და ახალგაზრდულ რიგებში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც შეიცვნეს ის, რომ აუცილებელი იყო მიეხედათ ტრადიციული ხალხური სიმღერისათვის. ამის მაგალითი იყო ანსამბლ შვიდკაცას შექმნა. მე მახსოვს პირველად 1957 წელს, როცა შეიქმნა შვიდკაცა, პირველი ანსამბლი ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ გაზეთები აჭრელებული იყო, რომ შეიქმნა ანსამბლი, რომელიც მღერის არაჩვეულებრივად ქართულ ხალხურ სიმღერებს. რომლის ინიციატორები გახლდათ დორიან კიტია, რომელიც კომკავშირის ცეკაში მუშაობდა მაშინ და მაშინდელი კომკავშირის ცეკას მდივანი ბატონი თამაზ ჯანელიძე. ხო და უცებ დორიანმა დამიბარა, რომ რაღაცა გვინდა რომ შევქმნათო ასეთი პატარა ანსამბლიო, ფესტივალი არის ახალგაზრდობისო და იქნება შენო ხელმძღვანელო. მე მივედი და მე გავისაუბრეთ მე და დორიანმა ჩემი ინტერესები დაემთხვა დორიანის სურვილებს. აი შვიდკაცამ შემოკრა პირველი მოკრძალებული ზარი, რომ ქართველებო გამოფხიზლდეთ. მსოფლიო ფესტივალს წინ უძღოდა რესპუბლიკის ფესტივალი, რომელიც ჩატარდა მარტის თვეში. შემდეგ იყო საკავშირო ფესტივალი მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. შემდეგ იყო უკვე ტურების სახით იყო ესენი ყველაფერი და რომელიც გაიმარჯვებდა, მერე მიდიოდა მსოფლიო ფესტივალზე. მოიწვიეს ჯანო და დადგა საკითხი, ვინ იქნებოდნენ წევრები ამ ანსამბლის. ახლა იდეად და ამას უნდა ვინ იმღერებს, რა იმღერებს, ვინ იქნება, ხო უნდა თავის მოყრა. ჯანო დიდხანს არ დაფიქრებულა, იმიტომ რომ ესე ძალიან იცოდა ხოლმე სწრაფი გადაწყვეტა ჯანომ ყველანაირი საკითხის და თქვა რომ სად ვეძებო და ვინ ვეძებო, როდესაც აგერ არიან ჩვენი ბიჭები, რომელთანაც ნამღერი ვართ, რომელიც ერთმანეთთან ნამღერი არიან, შემღერებულები არიან. ესენი არიან ჩემი ძმა თენგიზ კახიძე, თენგიზ კორინთელი, ჩვენი მეგობარი ახლობელი, ჯონდო მიქელაიშვილი, გოგი გუგუშვილი, რომელიც ჩემთან სწავლობდა, ჩემ კლასში იყო და მე. ეს აქედან ჯანო, თენგიზი თავისთავად და მე ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და მეზობლად ვიყავით ერთმანეთთან და ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ესენი დანარჩენი სულ ყველანი ერთ უბანში და ერთ სკოლაში ვართ გაზრდილები. მოვიწვიეთ მამია ხატელიშვილი, ასე ვთქვათ, პროფესიონალი, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობდა, ჩვენზე ცოტა უფროსი იყო და შემდგომში, როდესაც უკვე პირველი რეპეტიცია ჩატარდა, ჯანომ თქვა, რომ როგორ შეიძლება ანსამბლი ჩამოყალიბდეს ხალხური სიმღერის და იქ არ იყოს გურული კრიმანჯული. ვინ უნდა იყოს? არ ვიცით. როგორ შეიძლება იყოს რომელიმე ანსამბლი მიდიოდა მსოფლიოს ფესტივალზე, უნდა აჩვენო ქართული სიმღერა და არ იყოს კრიმანჯული. ეს გამორიცხულია, ხო? წარმატების ნახევარზე მეტი, რაც სხვა სიმღერები არ უნდა იყოს კრიმანჯულის. არ არის კრიმანჯული. ჯანოს გაახსენდა უცებ რომ ჩატარდა რესპუბლიკური ფესტივალები რო ტარდებოდა ხოლმე, ჩატარდა რესპუბლიკური ფესტივალი და იყო მაშინდელი მახარაძე ეგრეთ წოდებული ოზურგეთიდან ჩამოვიდა ანსამბლი, რომელსაც ახლდა ვინმე მიშა შავიშვილი, რომელიც იყო კრიმანჯულის მთქმელი. დაადგენდა იმერეს სიმღერა და კაცმა კრიმანჯული თქვა, კინაღამ გადავარდი სკამიდან, რაღაცა საოცრება. ეს გახდა მიშა შავიშვილი.
გამევთქვი ახლა მივარდით ბატონ თამარ ჯანელიძესთან და საიდან არის ეს კაცი ჩამოიყვანეთ ეხლავე და ეს და ასე წამოიყვანეთ მიშა ესე იგი გურიიდან და ეს იყო ჩვენი უდიდესი შენაძენი. კრიმანჭული ეს ხო იმის გარდა რომ არის სპეციფიკური ხმა, უმაღლესი და ურთულესი რა. ამის გარდა ითხოვს ძალიან დიდ შემოქმედებით შინაგან კულტურას და შინაგან ძალას. რომ ის ბარირება და ის იმპროვიზირება და ის ჰარმონიული ასე ვთქვათ შესატყვისობა იმასთან რაც ქვევით ხდება ხმებში ეს ურთულესი რაღაცა აი მე მიმაჩნია რომ მიშასნაირი არ ყოფილა ესეთი ხმაც ხონდა დიდი კრიმანჭული ხონდა მთელი გუნდი რომ ღებოდა ამის კრიმანჭული მაინც გამჭოლი იყო ამავე დროს არ კარგავდა მოქნილობას და არ კარგავდა რაღაცა იმ საოცარ ხაზებს რომელიც არის ასრულად ჩამოსვლა სხვადასხვანაირად ამბობდა მე შემოქმედი იყო რაც ბუნებაში დევს თუ ეს არ არის ახლა დაზეპურებული კრიმანჭული ვის რა თუ აი ჩამოყალიბდით აი ესეთ 8 კაციან ჯგუფად და ნუ ახლა მე ხელმძღვანელი ვიყავი და ძირითადად 7 კაცა ეს ძალიან შესანიშნავად მოფიქრებული სახელია იმიტომ რომ რაოდენობასაც ნიშნავს და თან ქართული ხალხური სიმღერის დასახელება ეს განსაზღვრავს ჟანრს უკვე რომ ესე იგი თუ 7 კაცა ესე იგი ესენი ხალხურ სიმღერებს ღერიან და უკვე პირველი მოსვლა მიშასი ჩვენთან იყო 3 იანვარს მაგრამ მე რომ მიშამ რომ ასე თქვათ რომ დააზრო ეს კრიმანჭული და 7 კაცა და ჯერ 7 კაცა და შემდეგ ხასანბეგურა რომ ითქვა შენ ხარ ჩემ ბატონი ტრიო და გადასახილი ეს რაღაც სასწაულიო ამ სოლოს რო ამბობდა მიშა შენ ხარ ჩემ ბატონი აი ინგრეოდა დარბაზი კაცო მოხდა ისეთნაირად რომ გავიმარჯვეთ რესპუბლიკის ფესტივალზე უკვე მზადება დაიწყო საკავშირო ფესტივალისათვის. საკავშირო ფესტივალზე წაგვიყვანეს მოსკოვში, იქაც პირველი ადგილი ავიღეთ. დამთავრდა საკავშირო ფესტივალი. დაიწყო სოფლიო ფესტივალისათვის მზადება. ჩვენ გვაქვს პროგრამაში 2 ძლიერი გურული სიმღერა, ეს არის ერთი ხასანბეგურა, მეორე 7 კაცი. ნუ დანარჩენი კაისრული, მწვანე და უქუდო მერე იქ დამუშავებული ჯანოს მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩავედით სოფლიო ფესტივალზე. ჩავედით და იქ არის ესე იგი თელი სოფლიოს თუ ვინმე არის ახალგაზრდა კაცი. თეთრი, ყვითელი, შავი ჩამოსულია ზანგებიდან დაწყებული შეხედა თელი ამერიკის თელი მისი რა ქვიან აფრიკის კონტინენტი ჩამოსულია თავისი ფორმებით, ნაციონალური ტანსაცმლით 1000-ნაირი ჭრელი, ყვითელი, შავი, შეფერილობით და რა ვიცი კაცო, ნაირსახეობა ხალხის, რომელიც ჩვენ ახლა ერთად მართლა არ მინახავს არსად კაცო. თუ შემდგომ პერიოდში სადმე მინახავს ფილმებში და ასე შემდეგ, თორე ის ერთად ესეთი ცოცხალი, ამდენი ცოცხალი ადამიანი, ამფერი, ასეთი მრავალფეროვანი ალბათ ჩემთვის და ჩვენთვის უყოლესთვის საოცრება იყო და გაოცებული ვიყავით კაცო. გოგო, ბიჭი, ქალი, ზოგი და ის რა ქვია, მაგრამ თითქმის ყველა ლამაზი კაცო, ყველა ლამაზი. ძალიან უჩვეულო სიტუაციაში მოხვდით, იმიტომ რომ ფესტივალი არის უამრავი ხალხი და არის ფესტივალზე ისეთი სიტუაცია, რომ ცოტა შევშინდი მე, რომ აი ეს ბიჭები არ დაფრთხენი. ჩვენ პირველ ტურში ვიმღერეთ კახური სიმღერა, ვიმღერეთ გურული სიმღერა. და ამან თაბური დაახვია, ესე იგი ჟანრულად იმ ხელა განსხვავება იყო, რასაც ღეროდნენ დაუშვათ რუსული ანსამბლები, ან ბულგარული ანსამბლები, ან ევროპული ანსამბლები. ისინი მაინც ხმოვანებით უფრო ევროპულ სამყაროდან მოდიან და ეს ცალკე იდგა ესა და რომ ამოვარდა და აჟღერდა. ერთ სიტყვით ამან გადახურა ეტყობა ყველაფერი და ყველა ინტრიგები მოისპო. მე მოწმე გახდით იმ უდიდესი წარმატებისა, რომელიც 7 კაცას ხდა მოსკოვში. ჟიური დაკომპლექტებული იყო არაჩვეულებრივი მუსიკოსებით. ისეთი როგორც იყო იტალიელი დიდი ტენორი ტიტო სკიპა და სხვა მუსიკოსები ბევრი ზღვარი. არ მახსოვს, მაგრამ ჟიურის თავმჯდომარე გახდათ ასევე გამოჩენილი პიროვნება ფილიპ ჟერარი. ამ კომპეტენტურმა ჟიურიმ დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვა 7 კაცსა საქართველოსთან ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით და თითეული მათგანი აჯილდოვდა სიგელით და ასევე ოქროს მედლებით. თანაც ეს იყო სენსაცია მთელი ფესტივალის პროგრამაში.
სენსაცია, იმიტომ რომ პირველად გავიდა ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო არენაზე. მესამე ტურში, სადაც წყდებოდა ოქროს მედლების ბედი, სენსაცია გამოიწვია ხასან ბეგურას შესრულება. ასეთმა ჟიურიმ პირველად მოისმინა ხასან ბეგურა ისეთი გამოჩენილი მოკრიმანჭულის შესრულებით, როგორც გახდათ მიხეილ შავიშვილი. ჯანსუღ კახიძე თვითონ ამბობდა და იგონებდა, რომ ხასან ბეგურამ გადაწყვიტა ოქროს მედლების ბედი. შემოვიდა მე ეს ჟურის თავმჯდომარე ფილიპ ჟერარი და გთხოვა რომ თუ შეიძლება იმღერეთ ერთხელ კიდე ხასან ბეგურა და ჩვენი ოთახში ვიმღერეთ კიდე მაგისთვის ხასან ბეგურა მეორე. ეს რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება კაი ანსამბლი ვიყავით, მაგრამ ეს არის ქართული სიმღერის დიდება ჩემოაზე. ქართული სიმღერის ვინც მოახერხებს რომ ქართული სიმღერა კარგად მოასმენინოს ვინმეს, სტრამინსკი ტულა კი არ გაგიჟდა, იმიტომ რომ ყური თუ გაქვს უნდა იცოდე რომ ეს არის საოცარი ფენომენი. ჩვენი სიმდიდრე, როგორც არის ქართული ენა, აი ესე არის ქართული სიმღერა. მე ამოვარდნილი იყო ეს ყველაფერი. აი არის დონე და ეს ანსამბლი თავისი რეპერტუარით და სიმღერის სტილით და თვითონ სიმღერების ფასეულობით იყო ამოვარდნილი მოვლენა. აი აქ არის ფესტივალი, აქ არის კონკურსი და აგერ დგას აი ეს შვიდკაცად არის იგივე. სოფლიო ფესტივალზე შვიდკაცას გამარჯვებამ ქართულ ხალხურ სიმღერას პირველად მოუტანა ამ მასშტაბით აღიარება. საქართველოში მათი მიბაძვით არაერთი ანსამბლი შეიქმნა, რომლებმაც პირველი თბილისური ანსამბლის მსგავსად შვიდკაცა დაირქვა. ეს ანსამბლი ერთ-ერთი პირველი მეცხალი იყო, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერის დღევანდელი წარმატება განაპირობა. დავბერდით ბიჭო, დავბერდით. ადილო, ადილო, დილო, დილო, ალალო, დილი, ალალო, ადილო, 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 დილო, დილო, ალალო, დილი, ალალო. აი კურდღელიც ჩამოცანცალ და ფეხმოდე ხილის საწყალი დელოლილი ალალო. ადილო, ადილო, დილო, დილო, ალალო, დილი, ალალო. აი ზურგზე კიდე საგზალი ასოცი ფუთი მაჭარი დელოლილი ალალო. ადილო, ადილო, დილო, დილო, ალალო, დილი, ალალო.